გამარჯობათ, გავაგრძელოთ Word 2013-ის განხილვა და მოდით ახლა გადავიდეთ თუ როგორ შეიძლება გადამრთველი ღილაკების საშუალებით გადავადგილდეთ ლენტის ჩანართებზე არა მაუსით, არამედ კლავიატურიდან. Როგორც აღვნიშნეთ, ლენტის ჩანართებზე გადაადგილება შესაძლებელია როგორც მაუსით და ის ყველა ამბიცით, ასევე კლავიატურიდან ჩანართის გასააქტიურებელ სიმბოლოზე თითის დაჭერით. ეს გასააქტიურებელი სიმბოლოები კი წარმოადგენენ F10 და Alt-ს, ანუ თუ ჩვენ დავაწვევით F10-ს ან Alt-ს, გამოჩნდება ლენტზე გადასაადგილებელი სიმბოლოები. Აი მოდით ახლა ვნახოთ და უფრო კარგად გავიგებთ თუ რაზეა საუბარი. ამისათვის კლავიატურაზე დავაჭიროთ F10 ან Alt-ს, როგორც აღვნიშნეთ. მოდით ახლა დავაჭიროთ Alt ღილაკს, მაგალითად, ან შემიძლია F10-ს დავაჭიროთ და აი როგორც ხედავთ, გამოჩნდა ის სიმბოლოები, რომელთა საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია გადავაადგილდეთ ჩვენთვის სასურველ ჩანართებზე. აი მაგალითად, ერთიან როდესაც რაღაცა წერია saves, ესე იგი ერთიანს რო დავაჭეროთ კლავიატურაზე, იგი გადაგვიყვანს save ბრძანებაზე. ნუ თუ დავაჭერთ F-ს, გადაგვიყვანს file ჩანართში, home-ს, EH-ს თუ დავაჭერთ, გადაგვიყვანს home ჩანართზე და ასე შესაბამის სიმბოლოებს თუ დავაჭერთ, გადაგვიყვანს შესაბამის ჩანართებზე და ბრძანებებზე. აი მოდით ახლა განვიხილოთ და მაგალითად დავაჭიროთ ერთიანს, თქვათ გვინდა რომ ჩვენი დოკუმენტი შევინახოთ. აი ვცადოთ დავაჭიროთ ერთიანს და აი როგორც ხედავთ, მან გადაგვიყვანა save ბრძანებაზე. და ნუ ახლა ჩვენ განვახორციელებთ ჩვენთვის სასურველ ბრძანებას და შევასრულებთ ჩვენთვის სასურველ მოქმედებას. მაგრამ ახლა მოდით არ გვინდა ამის გაკეთება და ამიტომ დავუბრუნდეთ უკან. ეს რაც შეეხებოდა ლენტის ჩანართებზე გადაადგილებას კლავიატურიდან. ახლა კი მოდით განვიხილოთ სწრაფი წვდომის პანელი, რომელიც როგორც წესი განთავსებულია ლენტის ზევით, ზედა მარცხენა კუთხეში. მაგრამ ეს თუ კი ჩვენ არ მოგწონს და გვინდა რომ იყოს განთავსებული ლენტის მარჯვენა ქვედა კუთხეში, ამისათვის უნდა შევიდეთ, ნუ დავუჭიროთ აი ამას. ანუ Customize Quick Access toolbar-ში უნდა შევიდეთ და აი აქ ჩვენ ხედავთ არის show below the ribbon. ამას როდესაც დავაწვევით, აი დავაწვეთ და ვნახავთ რომ ეს სწრაფი წვდომის პანელი გადაიტანა ლენტის ქვევით მარცხენა კუთხეში. აი როგორც ხედავთ, მაგრამ თუ ეს არ გვინდა და კვლავ გვინდა რომ იყოს ზედა მარცხენა კუთხეში, ამისათვის კვლავ შევდივართ Customize Quick Access toolbar-ში და აქ უკვე წერია show above the ribbon და ამას როდესაც დავაჭერთ, დაგვაბრუნებს აიტანს კვლავ სწრაფი წვდომის პანელს ლენტის მარცხენა ზედა კუთხეში. ახლა კი მოდით განვიხილოთ თითოეული სწრაფი წვდომის პანელზე არსებული ჩანართები. პირველი ეს არის save ბრძანება, მასზე დაჭერით ჩვენ გადავალთ save ბრძანებაზე. ეს არის undo ბრძანება. ანუ თქვათ ჩვენ შესრულებული მოქმედება არ გვინდა და გსურს რომ ეს მოქმედება არ შესრულდეს, ამისათვის undo-ს დავაჭერთ და ჩვენს მოქმედებას წინა მოქმედებაზე გადაგვიყვანს. ხო და ეს ბრძანება არის can't repeat. ხო და თითოეული მათგანის გამოძახება ასევე კლავიატურიდანაც შეიძლება save-ის Ctrl+S ბრძანებით, undo Ctrl+Z-ის საშუალებით, ხოლო can't repeat-ი Ctrl+Y-ის საშუალებით შესაძლებელია მისი გამოძახება კლავიატურიდან. ნუ ამ გაკვეთილისათვის სულ ეს იყო და დანარჩენ ჩანართებს კი შემდეგ ვიდეო გაკვეთილებში განვიხილავთ.